დაჭრას კიდევ. მოდი დავიწყოთ, გავხსნათ Photoshop-ი. გავხსნათ. დავიწყოთ. გავხსნათ ფურცელი. აი აქ დავაჭიროთ webs და 1600, 1200 ესე გავხსნათ. ახლა კიდევ გავხსნათ ერთი 780 1200. ახლა background-ი გადავაყენთ layer-ში. layer-ში და ეს background-იც layer-ში. ახლა ეს ამდე ჯერ მოდი სტაილი მიცეთ ამას. ამოჭრათ. გადავიდანთ ახლა ჩალში. აი ეს არის, აქ სტაილი აღარ მიეცემა და მოდი აქვე მიცეთ სტაილი. აი ესეთი. ახლა background-საც მიცეთ რაიმე სტაილი. მაგალითად ეს და დავიწყოთ. გავხსნით სახაზავი კონტროლერის საშუალებით და ჩამოვიყვანოთ header-ისთვის. ესე. კეთილ მასკუთხედან. ავიღოთ აი ეს rectangle tool-ი უღილაკის საშუალებით და აი ეს მოვნიშნოთ. აი ესე. ეს როგორც ხედავთ გამწონდა აქვს გვაქვს წარასწორი მითითებული. მოდი ავიღოთ ცოტა. მოდი ამის სტაილი მიცეთ ჯობია. ახლა აი ეს არის აი ამის უკან. ეს რო გამოწვიოთ ამისათვის ეს უნდა ავწიოთ ზევით. აი ეს შეიფი იყო შუაში და ეს შეიფი უნდა ავწიოთ ზევით. როგორც ხედავთ ეს წინ გამოვიდა. ახლა დავწეროთ საშუალო ტექსტი. მაგალითად აი ეს მივახლოვოთ აქ. ეს მე ძალიან დიზაინს დავხატავ. დავწერეთ მაგალითად HTML-ს. ოგი დავაკოპიროთ. გავზარდოთ Shift-ი. ესე. გავზარდოთ. აქ ჩავწეროთ საშუალო ფონტი. ეს შეგვიძლია იგივე დავტოვოთ ფაილი და მივცეთ სტაილი ამიტომ. მაგალითად ეს. აი ეს. ეხლა აი თუ გინდა სარეკლამო ადგილი გავაკეთოთ, აი ეს ავიღოთ, აი ესე დავიწყოთ. ეხლა გავაკეთოთ სულამდე. ესე. და მოვნიშნოთ აი ამით. ჯერ სახაზავით შეგვიძლია ზომები ავიღოთ უცებ. აი ესე. და ესე დავხაზოთ. ესე. ეხლა მივცეთ ან სტაილი ან ფერი. ან სტაილი მივცეთ. ვთქვათ. სტაილი შეიძლება. ეხლა დავაწეროთ რაიმე, მაგალითად რეკლამის ადგილი. დავაპატარავოთ ცოტათი Shift-ი. არის შეცვლილი. ესე. ეს დავაპატარავოთ კიდე. ცოტა გავზარდოთ, შეგვიძლია ზომამდე ესე. და მივცეთ ამასაც ფერი. მაგალითად შეიძლება
შავით, მაგრამ თეთრით შეიძლება. ჩვენ თეთრზე, აი ესე. ქვემოთაც გავუკეთეთ მეორე ჰეადერი. ოღონდ შეგვიძლია ცოტა სხვანაირად. აი ესე. აი აქ ამდენი რომ იყოს დაშორება, აქაც ესე, მაგარი უკვე. ამიტომ აღარ მინავრეთ, მოდი ეს გამოვიყენოთ ცოტა აქედან, ეს არის. ეხლა აი აქ არამხელაც გვინდა ჰეადერი და დავიწყოთ. აი ესე. შეგვიძლია ეს ბოლომდე ჩამოვყენოთ და სასურველია რომ ბოლომდე ჩამოვყენოთ ესე. მოგეთეთ მიცეთ და ამასაც სტაილი მიცეთ. ესეც იყოს ესეთი ფერის ტექსტი დავაწეროთ. მოგეთეთ. აი ესე, ამასაც მიცეთ. Ferian stylist, მოდი სტაილებით გავაკეთოთ, მოსულვია. ეს იყოს. ჩანს. შავი ეს იყოს. ცოტა მივწიოთ. მოგცავთ. აი ეს მივწიოთ ესე. ესე. და დავხატოთ ახლა ბლოკები. აი აქ უნდა იყოს ბლოკები ჩვენი. მოდი დავიწყოთ. მივაახლოვოთ. ძალიან ადვილი დიზაინი დავხატოთ, რომ ისე დავჭრათ უწევენ. მალევე ეს ერთი არის. აი ეს სამშაბათ გვინდათ დასწავლების დროს რომ იყოს ეს რული მოვაშოროთ. ისე და ერთი აქ და არის. ეხლა აქ ავიღოთ ოთხკუთხედი შეიძლება, მართკუთხედი უბრალოდ. ესე შემოვნიშნოთ. ესე. დავაწეროთ ტექსტი. მოგეთეთ. და მიგაცია. აკაც დავაწეროთ. მოვიძებნოთ. მოდი პირდაპირ დავწეროთ. მოვნიშნოთ. ტექსტი დავაპატარავოთ. დავაპატარავოთ კიდევ ტექსტი. ესე, მივცეთ საინეთერი. მივცეთ შავი მივცეთ აქ. ესე, აქ გადავიდეთ და ცოტა გავწევოთ. აი ესე შეიძლება. ეხლა აი აქ გავაკეთოთ. იმის მენიუს სადაც მინდა იყოს მომდე აქამდე. მოვნიშნოთ ესეც და ამას მივცეთ მოდი ფერმი. აი ესეთი ფერი მივცეთ ამას. უკაცრავად. აი ახლა დახლიდან გავაკეთოთ. აი ესეთი მიეცაფერი და აქ შეგვიძლია ჩავწეროთ კატეგორიები, მაგრამ მოდი დავტოვოთ ესეც არიელი, რადგან მეცნიერ ადამიანს შეეძლოს ჩაწერა თავის სურვილის კატეგორიების. მოდი ესე გავაკეთოთ ახლა აქაც და მეორე ესეთი ბლოკი დავიწყოთ, აი ესე ისე მომნიშნოთ, მაგრამ ამას მივცეთ ის სტაილი, აი ეს და დავაწეროთ ანალიზა და სტატისტიკა ესე გავაშალოთ ტექსტი ესე უკაცრავთ ეხლა დავაჭერთ ამას და გავწევოთ სადაც ის არის ამასაც გავუკეთოთ სადაც გვინდა იყოს სტატისტიკა ფაილი არ უნდა დავსტავოთ და მოვნიშნოთ სადაც გვინდა აღარეთ აქამდე სახაზავით ჩამოვიყვანოთ რომ არ აგვერიოს სტაილები
ნოუსტაილ ჩვენ სტაილია ფერი მოვცეთ იგივე 6.6 აი ეს მოგაწრავებენ შევიყო აი ესე და ნუ აქ შეგვიძლია დავწეროთ მაგალითად საიტზე რა მონიშნე თავის თერი მოცეთ თეთრი სულ საიტზეა ეს უნდა დავაპატარავოთ სულ საიტზეა კიდე ერთი ტექსტი ავიღოთ სტუმრები დეცი ავიღოთ და მოხმარებლები მეტს უკვე სკრიპტი სჭირდება ბოლო 20 მოხმარებელი და აქ პირდაპირ შეგვიძლია ჩავსვათ უკვე საიტზე და ამიტომ ეს დავტოვოთ ეხლა გადავიდეთ მეორე მხარეს და აქ გავაკეთეთ მარტო გამოკითხვა. დავიწყოთ. ეს აქ ჩავსვათ ეს სტაილი მიცეთ ის რომელიც რომელსაც ვუკეთებთ აი ესა და დავაწეროთ ტექსტი. აი ესე მაგალითად გამოკითხვა ეს გავაკეთეთ შავად. ტექსტი მივწია ცოტა გავადიდოთ ტექსტი აი ეს ეხლა ამასაც გავუკეთეთ ისე როგორც ყოველს ვუკეთებთ სადამდეც გვინდა რომ იყოს ეს გამოკითხვა ისე მაგრამ აქ აქვს სტაილი ამიტომ ეს მოვაშოროთ სტაილი გავაკეთოთ ფერი ჩვენ სასურველი ფერი შეიძლება უკაცრავად აი ეს ფერი და გამოკითხვა მაგალითად აი ესე შავშოთ აქა და გავუკეთოთ ეს აი ეს გავაკეთოთ მრგვალი ესე ერთი სახაზავზე ჩამოვაყოლოთ ესე თქო გავაკეთოთ მეორე მოდი ეს ცოტა ცუდი გამომივიდა მაგრამ თქვენ გავაკეთეთ სწორად მოდი დავწეროთ კი და აქ მაგალითად დავწეროთ პასუხი შეგვიძლია დავწეროთ ამ დამაზინდა კი და არა ეხლა გამოვიდა ნახოთ ჩვენი დიზაინი როგორ გამოდის ესეთი გამოდის ჩვენი დიზაინი ეხლა აქ შეიძლება რეკლამის ადგილი გავაკეთოთ ანუ გავაკეთოთ ლანე მაგაც მოვჭრათ ესე აქ ჩვენი ხელი თუ მოვჭრათ დრო არ დავკარგოთ ახლა აი ესე სტაილი მომენტებს დავწეროთ მონიშნოთ ისეთ ეს გავადიდოთ ხოლმე ჩვენ გვინდა და ამის ფერი ავიღოთ ავიღოთ ამის და ჩავშ როგორც ხედავთ ისიც დაიწერა მოდი ახლა გავაკეთოთ სიახლის ვიდი რაიმე უბრალოდ სიახლის ვიდი როგორც დავჭრეთ ხო აი ესე მივახლოვოთ აქ შეგვიძლია გავაკეთოთ კიდევ ერთი ესეთი არის სამშაკანიც და დავწეროთ მაგალითად ჩვენი საიტი
ესე გავზარდოთ ცოტა მომენტიდან ესე ბოლომდე რო იყოს. ესე. ხო. გავაკეთოთ ესეთი. ესე. სიახლე რამხელაც გვინდა. ამას მიცეთ სტაილიან ფერი, მოდი სტაილით გავაკეთოთ ესეთ. სიახლის ვიდით, სტაილით იყოს. ესეთი რამე მუქი რა გამოჩნდეს. ეს. ეხლა აი აქ რა მოვნიშნოთ. ესე. სადაც გვინდა ფოტო იყოს, მაგალითად ესე ბოლომდე გვინდა. ამასაც მიცეთ რა, მაგალითად ამას სტაილი არ მიცეთ. და დავაწეროთ რა. მე ამას თავი ისიც შეცვლება. თავი სიახლეს მიცეთ. ეხლა მიცეთ ფერი. ესე. ესეც დავაპატარავთ, აჯდება სურათიდან, ეგრე აღარ იქნება ამაზე. აი ეს. ეხლა გავაკეთოთ დასახელება. დასახელება. ესე. დასახელება და აქ შეგვიძლია შევამუქოთ ესენი. დასახელება. ავტორი. აი ესე. დავხმოთ და შემდეგი და ესე ცოტა ქვემოთ. რა. აი ესენი იყოს მოშალა და მაგალითად მოდი ათეა დავწეროთ ხა. შემდეგ გავაკეთოთ კიდევ ერთი შეიფი. აი ესე. გავაკეთოთ შეიფი. და ამ შეიფსაც მიცეთ ფერი. ან მოდი ფერი ჯობია ეხლა. შავი არა, შავი ცოტა ცულინა. აი ესე. და დავაწეროთ რაიმე. მაგალითად ეს ეხლა აქ გაჭდება დავაპატარავოთ. ეხლა ჩაჯდეს. ამას მიცეთ ტექსტ სტაილი. აი იყო წითელი. და დიზაინი ავაწყოთ. ესე. გონი მეტი აქ არაფერი აკლია, მაგრამ აი ეს დავუმატოთ. კიდევ ერთი რამ. ეს უკვე უბრალოდ ტექსტი ხება. ორი. დავუწეროთ კიდევ სამე დავუწეროთ. ავტორი. და კატეგორია იყოს. კატეგორია. ესე. კატეგორია მაგალითად ედნასა კულტურია. შეჯობია. კარგით, ეხლა ეს დავაპატარავთ ისინი და დავიწყოთ დაჭრა. აი დაჭრას რაც ეხება აი ამ მაგიური ჯოხის ქვემოთ არის, მაგრამ ქვემოთ იქნება აი ესე. შეგვიძლია ავიღოთ ფეღილაკით აი ესე, მაგრამ ამისთვის რომ ავიღოთ აი ესე, უნდა დავაჭიროთ მარჯვენა ღილაკს. მივიტანოთ მას, ანუ დავაჭიროთ მარჯვენა ღილაკს. შემდეგ ავიღოთ მეორე ფულზე და დავიწყოთ დაჭრა. ეხლა ეს არ უნდა აგვერიოს არავითარ შემთხვევაში და დავიწყოთ. მოვნიშნოთ თლიანი ჰედერი. პირველი ზედა, ანუ ჰედერს ქვია ზედა. ეხლა მოვნიშნოთ ნავიგაცია, აი ესა. ნავიგაცია. აი ეხლა ნავიგაციის ბექგრაუნდი. ეხლა სტატისტიკა. ან რომ არ ვიწოვოთ, ესე ადვილად გავიკეთებინებთ ახლა მე. შემდეგ ამისი ბექგრაუნდი. ეხლა
გამოკითხვის ბექგრაუნდი ამისით. ეხლა დავიწყოთ. უпростოდ ჯერ ქვედა ჰედერი გამოგჩა. გამოვიდამეთ სახაზავი ესე დავუსვათ და ამოვჭრათ ესე. ეხლა სიახლის ვიდი ამოვჭრათ. სიახლის ვიდში ამოვჭრათ. მოდი ჯერ ესეც ამოვჭრათ. ესე org. ესე. სრულიად ნახვა ამოვჭრათ. No photo ამოვჭრათ. და სიახლის ვიდის ბექგრაუნდი. მაგრამ ჯერ ეს ბექგრაუნდი არა. საკან ის ტექსტები უნდა მოვაშოროთ. მოდი ახლა ეს დავამახსოვროთ. Save for web and devices. ახლა აი ესაა. როგორც ხედავთ, ამოჭრილებს აკაჩვენებთ. ეხლა აქ უნდა გადავიყვანოთ PNG-ზე ფორმატში და save მივცეთ. მაგალითად აქ მინდა რომ პაპკა შევქმნათ. ესეთი ფოლდერი. მაგალითად design ესე არ აქვს მნიშვნელობას დავქმნით შევოლთ და შევქმნით ახალ ფაილს სახელად image ან image ან რა გინდათ მე image-ს დავქმნ შევდივართ და ვამახსოვრებთ აქ ეხლა ეს ჩავკეცოთ და ვნახოთ რომ გასავდეს არ არის ჩვენ სადამახსოვრეთ კონიმე დოკუმენტში აგერ არის გასავთ და image და image და ნახავთ აქ რომ აი ესე სურათები ყველა დაჭრილია განახეთ თუ მინათ კიდევ ხო აგერ ჰედერი ყველაფერი დაჭრილია აი ესე ყველაფერი დაიჭრა სიახლის ვიდეოთ უკვე დასახელებული მოდი ახლა დავამახსოვროთ ბექგრაუნდი რომელიც ყველაზე მთავარი არის საიტის ბექგრაუნდი მოდი ყველაფერს თვალიერეთ რო ახატია ამოვაშოროთ აი ესე აბსოლუტურად ყველას უნდა მოვაშოროთ ბექგრაუნდის გარდა და ცოტა დაგჩვენებ. ეხლა აი ეს უნდა გავუკეთოთ. ეხლა დავიწყოთ. ეხლა ესენი უნდა მოვაშოროთ, ანუ edit. დავკატარავთ ნახოთ რამდენი დაგჭა. ესეთი დაგჭა. ეხლა შეგვიძლია სახაზავები გავიტანოთ. თქვენ გსურთ, მოდი მე გავიტან. განახოთ ბექგრაუნდი. აი ხა როგორც ვთქვათ, აქ არის მარტო ცარიელი ბექგრაუნდი და ეს აუცილებლად უნდა დავამახსოვროთ save for web and devices. აი ეს ბექგრაუნდი არის, როგორც ხედავთ, ესე. ესე დავამახსოვროთ ხა და დავარქვათ background ეს აქ image აქ დესკტოპზე გადავიტანეთ ჩვენ აგერ არის აი აქ არის და დავამახსოვროთ background-ი აი ესე არა შევიდეთ და ვნახავთ რომ background-ი დაიმახსოვრა აგერ არის background ეს დაგაკეთებული ამით დასრულდა თუ რაიმე ვერ გაიგეთ ან რაიმე მომეცეთ Skype-ში ან დაწერეთ კომენტარების სახით ჩვენს